იაპონია კუნძულოვანი ქვეყანაა აზიის აღმოსავლეთ ნაწილში. ის შედგება 1000-ობით კუნძულისგან, მაგრამ 4 ყველაზე დიდი მათგანი არის ჰოკაიდო, ჰონსიუ, შიკოკუ და კიუშუ. აქ მცხოვრებ უძველეს ცნობილ ხალხებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დღეს ჯომონებს უწოდებენ. ისინი ცხოვრობდნენ ნადირობით, თევზაობით, მცენარეების შეგროვებით და თიხის ჭურჭლის დამზადებით, რომელსაც თოკით ნიშნავდნენ. მოგვიანებით ახალი ჯგუფები ჩამოვიდნენ აზიის მატერიკიდან, განსაკუთრებით კორეის ნახევარკუნძულიდან. მათთან მოიტანეს უფრო სისტემატური ბრინჯის მოყვანა, რკინისა და ბრინჯაოს გამოყენება და ცხოვრების ახალი წესები. ეს პერიოდი ცნობილია როგორც იაოის ეპოქა. მეურნეობის წყალობით საკვების რაოდენობა გაიზარდა, ამის გამო დასახლებები გაიზარდა და მოსახლეობა მომრავლდა. თუმცა საკვების ზრდადი ზრდასთან ერთად გაჩნდა მიწისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაც. გაჩნდა ოჯახები, რომლებიც სხვებზე უფრო მდიდრები და ძლიერები გახდნენ. საბოლოოდ ჩამოყალიბდა პატარა სახელმწიფოები, რომლებსაც საკუთარი მმართველები ჰყავდათ. როდესაც დადგა ჩანანი წაღრი და ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე და მეოთხე საუკუნეები იამატოს რეგიონში, რომელიც დღევანდელი ნარა პრეფექტურის ნაწილია, ერთმა მმართველთა ჯგუფმა ძალაუფლება გაიმხარა. მათ იამატოს კარის ეძახდნენ. ისინი მაშინვე ვერ აკონტროლებდნენ მთელ იაპონიას. თავდაპირველად ისინი მხოლოდ ერთ-ერთი ძლიერი ჯგუფი იყვნენ მრავალთაგან. თუმცა ალიანსების, ომებისა და სხვა საგვარეულოებთან ურთიერთობის გზით ნელ-ნელა გააფართოვეს თავიანთი ძალაუფლება. იამატოს კარის უმაღლესი ლიდერი გახდა იმ პოზიციის წყარო, რომელსაც დღეს იაპონიის იმპერატორი ეწოდება. ჩინეთისა და კორეის გავლენაც დიდი იყო უძველესი იაპონიის განვითარებაზე. კორეის ნახევარკუნძულიდან და ჩინეთიდან იაპონიაში მოვიდა ახალი ცოდნა წერის, შენობების აშენების, მმართველობის, მედიცინისა და რწმენის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოვიდა იყო ბუდიზმი. ტრადიციული ჩანაწერების მიხედვით იგი ოფიციალურად შემოიტანეს იამატოს კარზე მე-6 საუკუნეში. ჩვენი წელთაღრიცხვით კორეის ნახევარკუნძულზე მდებარე სამეფოდან სახეხელად ბეკჯე. სრულიად ზუსტად არ არის ცნობილი, მოხდა ეს 538 თუ 552 წელს. მაგრამ აშკარაა, რომ ბუდიზმის გავლენა იაპონიაში სწრაფად გაძლიერდა. სინამდვილეში ბუდიზმის მოსვლის შემდეგ იაპონელების ძველი რწმენა მაშინვე არ გამქრალა. პირიქით, ისინი კვლავ მისდევდნენ შინტოს, რაც მათი უძველესი რწმენა იყო ბუნების სულებსა და წინაპრებთან დაკავშირებით. ამიტომაც ბევრი იაპონელი იხენებდა რწმენებსა და რიტუალებს როგორც ბუდიზმიდან, ასევე შინტოდან. როდესაც იამატოს სამეფო კარი ძლიერდებოდა, მან ასევე სცადა მთავრობის უფრო ორგანიზებულად გადაქცევა. 645 წელს დაიწყო რეფორმების სერია, რომელსაც ტაიკას რეფორმები ეწოდება. ამ რეფორმების მიზანი იყო იმპერატორის გაძლიერება და დიდგვაროვანი საგვარეულოების ძალაუფლების შემცირება. მთავრობამ ასევე სცადა მიწისა და მოსახლეობის უფრო პირდაპირ საიმპერატორო კარის კონტროლქვეშ მოქცევა. ეს სისტემა ჩინეთის მმართველობის მოდელზე იყო დაფუძნებული. ამის შედეგად გაჩნდა ოფიციალური პირები, გადასახადები, მოსახლეობის აღრიცხვა და პროვინციები, რომლებიც იმპერატორის სახელით იმართებოდა. მაგრამ ამ ცვლილებების განხორციელება ადვილი არ იყო. ძლიერ ოჯახებს ჯერ კიდევ დიდი მიწები და გავლენა ჰქონდათ. რადგან ზოგიერთი ადგილი დედაქალაქიდან შორს იყო, იმპერიულ მთავრობასაც უჭირდა მთელი ქვეყნის პირდაპირი კონტროლი. 784 წელს იმპერატორ კანმომ დედაქალაქი ჰეიან-კიოში გადაიტანა. ეს ადგილი დღევანდელი კიოტოა. აქ დაიწყო ჰეიანის პერიოდი, რომელიც თითქმის 400 წელი გაგრძელდა. კიოტოში ცხოვრობდა იმპერატორი, სამეფო ოჯახი და ყველაზე მდიდარი არისტოკრატები. მათ ააშენეს დიდი სასახლეები, ტაძრები, ბაღები და მდიდრული სახლები. ასევე განვითარდა იაპონიის უნიკალური კულტურა. ამ პერიოდში იაპონელებმა ასევე შექმნეს წერილობითი სისტემის უფრო მარტივი ფორმა, რომელსაც კანა ეწოდება. ეს უფრო ადვილი იყო მათი ენისთვის, ვიდრე მხოლოდ ჩინური იეროგლიფების გამოყენება. ამის შედეგად პოემების რაოდენობა გაიზარდა. ასევე დღიურებისა და მოთხრობების რაოდენობაც გაიზარდა. ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია გენჯის ამბავი, რომელიც მურასაკი შიკიბუმ იმპერიული კარის ქალმა მწერალმა დაწერა. მაგრამ მაშინ, როცა კიოტოს არისტოკრატია დაკავებული იყო კულტურით, ცერემონიებითა და თანამდებობებისთვის ბრძოლით, ნელ-ნელა სუსტებოდა მათი კონტროლი შორეულ პროვინციებს. შედეგად პროვინციებში გაიზარდა დიდი მიწების რაოდენობა, რომლებიც ცენტრალური მთავრობის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ამიტომ მიწის მფლობელები პროვინციებში აიყვანეს შეიარაღებული ადამიანები თავიანთი მიწების დასაცავად, გადასახადების ასაღებად და მტრებთან საბრძოლველად. სწორედ აქედან გაძლიერდნენ მებრძოლები, რომლებსაც სამურაები ეწოდებოდათ. სამურაები თავიდანვე არ გამხდარან იაპონიის მმართველები. თავდაპირველად ისინი იმპერატორის მცველებად და მებრძოლებად მსახურობდნენ. არისტოკრატები, ტაძრები და მდიდარი მიწათმფლობელები, მაგრამ მათი არმიისა და ტერიტორიის ზრდასთან ერთად გაიზარდა მათი გავლენაც პოლიტიკაში.
ორი ყველაზე ძლიერი მებრძოლი კლანი იყო ტაირა და მინამოტო. ორივეს ჰქონდა კავშირი იმპერატორის ოჯახთან, მაგრამ მათი ძალის დიდი ნაწილი დაფუძნებული იყო პროვინციებში და სამურაებზე, რომლებიც მათ ემორჩილებოდნენ. მე-12 საუკუნეში ეს ორი კლანი ჩაერთო ბრძოლებში. საკითხი იყო, ვინ უნდა ჰქონოდა ყველაზე დიდი გავლენა იმპერატორზე და იმპერატორის კარზე. 1156 წელს. ჰოგემის აჯანყება დაიწყო იმპერატორის ოჯახის შიგნით და სხვადასხვა მხარეს მხარსდამჭერი არისტოკრატების შორის კონფლიქტის გამო. რამდენიმე წლის შემდეგ მთავარი სამურაითა კლანები კვლავ შეეჯახნენ ჰეიჯის აჯანყებაში. ამ ბრძოლაში დაიმარჯვა ტაირას კლანმა, რომელსაც ტაირა ნო კიომორი ხელმძღვანელობდა. გამარჯვების შედეგად მან კონტროლი მოიპოვა კიოტოში, იმპერატორის მთავრობის დიდ ნაწილზე, მაგრამ მათი ძალაუფლება დიდხანს არ გაგრძელდა. სხვა არისტოკრატებისა და სამურაითა ოჯახების უკმაყოფილება გაიზარდა ტაირას კლანის მთავრობის ზედმეტი კონტროლის გამო. მათ წინააღმდეგ ერთ-ერთი ვინც იბრძოდა იყო მინამოტოს კლანი. 1180 წელს დაიწყო გემპეის ომი. ეს იყო ფართომასშტაბიანი ომი ტაირასა და მინამოტოს კლანებს შორის. ეს ომი თითქმის 5 წელი გაგრძელდა. ბოლოს მინამოტომ დაამარცხა ტაირა 1185 წელს. ომის შემდეგ ყველაზე ძლიერი ლიდერი გახდა მინამოტო ნოიორიტომო. კიოტოდან მართვის ნაცვლად მან საკუთარი სამხედრო მთავრობა კამაკურაში დააარსა. ეს არის ქალაქი, რომელიც შორსაა იმპერიული კარისგან. იმპერატორი კიოტოში დარჩა და ის კვლავ აღიარებული იყო როგორც იაპონიის უმაღლესი სიმბოლური ლიდერი. მაგრამ ნამდვილი კონტროლი არმიაზე, მიწებზე და მთავრობის ბევრ გადაწყვეტილებაზე იორიტომოს ხელში გადავიდა. 1182 წელს. მას მიანიჭეს შოგუნის ტიტული. შოგუნი არის უმაღლესი სამხედრო სარდალი, მაგრამ ფაქტობრივად იორიტომო გახდა იაპონიის ყველაზე ძლიერი მმართველი. აქ დაიწყო კამაკურას შოგუნატი და დაიწყო ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ქვეყნის მართვამ რეალურად სამხედრო ლიდერებს ეკავათ. მრავალი საუკუნის განმავლობაში იმპერატორი დარჩება იაპონიის მნიშვნელოვანი სიმბოლო, მაგრამ შოგუნი და სამურაები ფლობდნენ ძალაუფლების დიდ ნაწილს და მალე ახალი სამხედრო მთავრობა თავის ყველაზე დიდ გამოცდას შეხვდება. კონტინენტური აზიიდან მონღოლთა იმპერიის არმია უკვე მოდის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საშიში იმპერია ისტორიაში და ისინი უკვე აქ არიან. კამაკურას ახალმა სამხედრო მთავრობამ დიდხანს ვერ შეინარჩუნა სიმშვიდე. კონტინენტური აზიიდან მონღოლთა იმპერია გაფართოვდა ყუბილაი ხანის, ჩინგის ხანის შვილიშვილის ხელმძღვანელობით. მას უკვე კონტროლქვეშ ჰყავს ჩინეთისა და კორეის დიდი ნაწილი და მას სურს რომ იაპონიამაც აღიაროს მისი ძალაუფლება. ყუბილაი ხანმა გაგზავნა შეტყობინებები იაპონიაში. მან მოითხოვა რომ ქვეყანა დამორჩილებოდა მის მმართველობას. ამას კამაკურას შოგუნატი არ დათანხმდა. ამის გამო მონღოლებმა დიდი შეჭრისთვის დაიწყეს მზადება. 1174 წელს პირველი მონღოლური ძალა უნოში მივიდა. შემდეგ კიუშუ, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. არმიაში შედიოდნენ მონღოლი, ჩინელი და კორეელი ჯარისკაცები. ისინი უფრო ორგანიზებულად იბრძოდნენ ჯგუფურად და იყენებდნენ ისრებს, ასაფეთქებელ იარაღებს და სხვადასხვა სამხედრო ტაქტიკას. სამურაები ასეთ ბრძოლის სტილზე მიჩვეულები არ იყვნენ. ისინი ხშირად ერთ-ერთზე იბრძოდნენ მოწინააღმდეგესთან, მაშინ როცა მონღოლები ერთდროულად ესხმოდნენ თავს. მიუხედავად ამისა, იაპონელებმა ძლიერი დაცვა აჩვენეს. კიუშუზე ბრძოლის შემდეგ მონღოლთა ძალები თავიანთ გემებზე დაბრუნდნენ. სხვა სიტყვებით, ისინი უკან დაიხიეს. ასევე მოხდა ძლიერი ქარიშხალი, რომელმაც მათი ზოგიერთი გემი დააზიანა, მაგრამ მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ მათი უკან დახევის ერთადერთი მიზეზი ქარიშხალი არ ყოფილა. დიდი გავლენა იქონია იაპონელთა წინააღმდეგობამ და მონღოლთა არმიის მომარაგებისა და ხელმძღვანელობის პრობლემებმა. მიუხედავად ამისა, ყუბილაი ხანი მაინც არ დანებდა. 1191 წელს მან კიდევ უფრო დიდი შემოსევის ძალა გაგზავნა. ამჯერად იაპონია უფრო მზად იყო. იაპონელებმა ჰაკატას სანაპიროზე გრძელი კედლები ააშენეს, რათა მონღოლებს დასხდომა გასჭირვებოდათ. ისინი დღე და ღამე ესხმოდნენ ტრის გემებს პატარა ნავებით. ბრძოლა რამდენიმე კვირა გაგრძელდა. შემდეგ ძალიან ძლიერი ტაიფუნი დაატყდა ამ ადგილს. მონღოლთა ბევრი გემი ერთმანეთს შეეჯახა, დაზიანდა ან ჩაიძირა. მოგვიანებით იაპონელებმა ამ ქარიშხლებს კამიკაძე უწოდეს, რაც ნიშნავს ღვთაებრივ ქარს. ისინი სჯეროდათ, რომ ამ ქარიშხლებმა იაპონია შემოსევისგან იხსნეს. იაპონია გადარჩა, მაგრამ ეს დიდ ფასად დაუჯდა. კამაკურას შოგუნატმა დიდი თანხა დახარჯა თავდაცვის აშელებასა და ჯარისკაცების შენარჩუნებაში. მაგრამ რადგან ახალი მიწები არ დაუფხრიათ, საკმარისი მიწა ან სიმდიდრე არ ჰქონდათ, რომ სამურაებისთვის ჯილდოდ გაენაწილებინათ. ბევრმა სამურაიმ იგრძნო, რომ ისინი სათანადოდ არ დაასათუქრეს მას შემდეგ, რაც ქვეყანა დაიცვეს. ამიტომ მელმელად დაუკარგათ ნდობა კამაკურას შოგუნატს. ამით ისარგებლა იმპერატორმა გოგო დაიგომ, რომელიც იაპონიის იმპერატორი იყო მე-14 საუკუნის დასაწყისში. მას სურდა, რომ მთავრობის ნამდვილი ძალაუფლება კიოტოში მდებარე იმპერიულ კარს დაბრუნებოდა. 1323 წელს მან კამაკურას შოგუნატის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო.
რამდენიმე ძლიერი სამურაი სარდალი მას მხარს უჭერდა. ერთ-ერთი მათგანი იყო აშიკაგა ტაკაუჯი, რომელიც ადრე კამაკურას მთავრობას ემსახურებოდა. კამაკურას შოგუნატი დაეცა და დროებით იმპერატორ გო გოდაიგოს გადაეცა მთავრობის კონტროლი. თუმცა ბევრი სამურაი ამით უკმაყოფილო დარჩა. ისინი გრძნობდნენ, რომ იმპერატორმა უფრო მეტად დააჯილდოვა და თანამდებობები მისცა იმპერიულ კარზე არსებულ არისტოკრატებს, ვიდრე იმ მებრძოლებს, რომლებმაც მისი გამარჯვება უზრუნველყვეს. იმპერატორის წინააღმდეგ ერთ-ერთი აჯანყებული იყო აშიკაგა ტაკაუჯი. მან დაამარცხა იმპერატორ გო გოდაიგოს ძალები და კიოტოში ახალი სამხედრო მთავრობა დააარსა. 1328 წელს ტაკაუჯი შოგუნად აღიარეს. აქედან დაიწყო აშიკაგას შოგუნატი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალი შოგუნი იყო, მას იაპონიის სრულად კონტროლი არ ჰქონდა. სხვადასხვა პროვინციაში გაძლიერდნენ რეგიონული მმართველები, რომლებსაც დაიმიო ეწოდებოდათ. დაიმიოები იყვნენ ძლიერი მიწათმფლობელები, რომლებსაც საკუთარი სამურაები ჰყავდათ, ციხესიმაგრე და ტერიტორია. ისინი აყალიბებდნენ ალიანსებს საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ხშირად ერთმანეთს ებრძოდნენ, რათა გაეფართოებინათ თავიანთი მიწები და ძალაუფლება. არეულობა კიდევ უფრო გამწვავდა 1467 წელს, როცა ონინის ომი დაიწყო. ეს დაიწყო შოგუნის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, თუმცა მალე ეს გადაიზარდა უფრო დიდ ბრძოლაში, ძლიერ დაიმიოებს შორის. კიოტოს დიდი ნაწილი განადგურდა და აშიკაგას შოგუნატი კიდევ უფრო დასუსტდა. ომის შემდეგ იაპონია დაიყო მრავალ ტერიტორიად, რომლებიც თითქმის დამოუკიდებლად იმართებოდა დაიმიოების მიერ. ეს პერიოდი ცნობილია როგორც სენგოკუს ეპოქა, ანუ ომში მყოფი სახელმწიფოების პერიოდი. ომი თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა. დაიმიოები აშენებდნენ ციხესიმაგრეებს. ისინი აძლიერებდნენ ჯარს და იბრძოდნენ თავიანთ ნათესავებთან და ყოფილ მოკავშირეებთან. ამ პერიოდში გამოჩნდნენ რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც დღეს ნინჯებად არიან ცნობილი. მათ ჩვეულებრივ იყენებდნენ სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად. მათ იყენებდნენ ჯაშუშობისთვის, მტრის ტერიტორიაზე შეღწევისთვის და სხვა საიდუმლო მისიებისთვის. ისინი არ გავდნენ იმ მისტიკურ მებრძოლებს, რომლებიც ხშირად ფილმებში გვხვდება. მათი სამუშაოს უმეტესობა ინფორმაციის მოპოვებასა და იმ მისიების შესრულებას მოიცავდა, რომელთა საჯაროდ დაკისრებაც დაიმიოს არ სურდა. ასევე არსებობდნენ ბუდისტი მებრძოლი ბერები, რომლებსაც სოხეი ეწოდებოდათ. ბერები. ზოგიერთ ტაძარს საკუთარი მიწები და შეიარაღებული მინდევრები ჰყავდა. ამიტომ ისინი პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტებშიც მონაწილეობდნენ. მაშინ როცა დაიმიოები იბრძოდნენ ერთმანეთთან, იაპონიაში ახალი ტექნოლოგია შემოვიდა 1553 წელს. პორტუგალიელი ვაჭრების გემი შემთხვევით მოხვდა ტანეგაშიმაზე, კიუშუს სამხრეთით მდებარე კუნძულზე. მათ თან ჰქონდათ ფითილიანი თოფი. ამამდე იაპონელები უკვე იყენებდნენ დენდს გარკვეული გზებით, მაგრამ მათთვის ახალი იყო ასეთი ტიპის ხელით სროლადი იარაღი. ადგილობრივმა დაიმიომ შეიძინა ეს იარაღები და დაავალა იაპონელ ოსტატებს, რომ საკუთარი ვერსია შეექმნათ. მათ სწრაფად ისწავლეს, როგორ მზადდებოდა ეს იარაღი. სულ რამდენიმე წელიწადში იაპონიაში სახელოსნოები უკვე ამზადებდნენ უამრავ ფითილიან თოფს, რომელსაც ტანეგაშიმა ეწოდა, იმ კუნძულის სახელიდან, საიდანაც ის წარმოიშვა. იარაღმა მაშინვე არ ჩაანაცვლა მახული და მშვილდი. მისი დატენვა ნელა ხდებოდა და წვიმის დროს გამოყენება რთული იყო. მაგრამ როდესაც ბევრი ჯარისკაცი ერთდროულად ისროდა, მას შეეძლო დაემარცხებინა ყველაზე გამოცდილი სამურაიც კი. ამიტომ დაიმიოებმა სწრაფადო შეიტანეს ცეცხლსასროლი იარაღი თავიანთ არმიებში. ვაჭრებთან ერთად იაპონიაში ქრისტიანი მისიონერებიც ჩავიდნენ. 1559 წელს ჩამოვიდა იეზუიტი მისიონერი ფრანცისკო ქსავიერი. მან დაიწყო ქრისტიანობის გაცნობა იაპონიის რამდენიმე რეგიონში. იყო დაიმიოები, რომლებმაც ახალი რელიგია მიიღეს თავიანთი რწმენის გამო. სხვები კი თანამშრომლობდნენ მისიონერებთან და პორტუგალიელ ვაჭრებთან, რადგან სურდათ უკეთესი ცდომა ვაჭრობასა და ცეცხლსასროლ იარაღებზე. მაგრამ ყველა გავლენიანი დაიმიო ქრისტიანი არ გამხდარა. ერთ-ერთი მათგანი იყო და ნობუნაგა. ნობუნაგა იყო დაიმიო ოვარის პროვინციიდან, ცენტრალური იაპონიიდან. ის შესანიშნავად იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს, ორგანიზებულ ქვეით ჯარს და ახალ სამხედრო ტაქტიკას თავის მტრებთან ბრძოლაში. მისი წარმატების მიზეზი მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი არ ყოფილა. ის ასევე კარგად ქმნიდა ალიანსებს, არჩევდა სარდლებს და აკონტროლებდა მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს. როცა სხვადასხვა დაიმიოები ბრძოლას აგრძელებდნენ, და ნობუნაგამ დაიწყო ცენტრალური იაპონიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპყრობა. ქვეყანა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაყოფილი იყო მტრულ ტერიტორიებად, მან ნელ-ნელა გააერთიანა და პირველად მრავალი წლის სამოქალაქო ომის შემდეგ გაჩნდა ნამდვილი შანსი, რომ მთელი იაპონია გაერთიანებულიყო. ამის მიუხედავად, როცა და ნობუნაგა აფართოებდა თავის კონტროლს იაპონიაზე, მისი კამპანია მოულოდნელად შეწყდა 1582 წელს. მას უღალატა მისმა ერთ-ერთმა სარდალმა, აკეჩი მიცუჰიდემ. მისმა ხალხმა ალყა შემოარტყა ტაძარს, სადაც ნობუნაგა კიოტოში რჩებოდა. როდესაც ნობუნაგამ დაინახა, რომ გაქცევის გზა აღარ ჰქონდა, ის ტაძარში გარდაიცვალა. მაგრამ იაპონიის გაერთიანება მასზე არ დასრულებულა.
ამ საქმეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი ტოიოტომი ჰიდეიოში აგრძელებდა. ჰიდეიოში ჩვეულებრივი ოჯახიდან იყო. ის არ დაბადებულა როგორც ძლიერი სამურაი ან დაიმიო, მაგრამ მისი სამხედრო და პოლიტიკური გონიერების წყალობით ის ნელ-ნელა მაღდებოდა თანამდებობაზე, სანამ იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ადამიანად არიქცა. მან დაამარცხა ნობუნაგას მტრები და რჩენილი დაიმიოებიც დაიმორჩილა 1590-ისთვის. თითქმის მთელი იაპონია უკვე მის კონტროლქვეშ იყო. ჰიდეიოში შოგუნი არ გამხდარა. შესაძლოა იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა მაღალი მეომრების ფენის შესაბამისი წარმოშობა. ამის ნაცვლად მან გამოიყენა კამპაკუს, ანუ იმპერიული რეგენტის ტიტული. ეს ნიშნავს, რომ ის მართავდა ქვეყანას იმპერატორის სახელით. როცა ჰიდეიოში დაბერდა, მას სურდა, რომ ძალაუფლება გადაეცა თავის პატარა შვილზე, ტოიოტომი ჰიდეიორიზე. რადგან ჰიდეიორი ჯერ კიდევ პატარა იყო, ჰიდეიოშიმ დანიშნა 5 ძლიერი დაიმიო, რომლებიც დროებით მართავდნენ და დაიცალდნენ მის შვილს. 5 დაიმიოდან ერთ-ერთი იყო ტოკუგავა იეიასუ. მაგრამ ჰიდეიოშის გარდაცვალების შემდეგ 1590 წელს დაიმიოებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა კვლავ დაიწყო. ისინი ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთნი მხარს უჭერდნენ ჰიდეიოშის ოჯახს, მეორენი კი ტოკუგავა იეიასუს. 1600 წელს ორი დიდი არმია შეეჯახა სეკიგაჰარას ბრძოლაში. ტოკუგავა იეიასუმ გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შედეგად ის იაპონიის ყველაზე ძლიერი მმართველი გახდა. 1603 წელს იმპერატორმა მას შოგუნის ტიტული მიანიჭა. აქედან დაიწყო ტოკუგავას შოგუნატი. იეიასუმ თავისი სამხედრო მთავრობა ედოში დააარსა, ქალაქში, რომელსაც დღეს ტოკიო ეწოდება. ამიტომაც ეს პერიოდი ასევე ცნობილია როგორც ედოს ეპოქა. იმპერატორი კი კიოტოში დარჩა, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი სიმბოლო. მაგრამ შოგუნს ედოში ჰქონდა ნამდვილი კონტროლი სამხედრო ძალაზე, მიწასა და მმართველობაზე. ტოკუგავას მთავრობამ 250 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა იაპონიის დიდ ნაწილში. დაიმიოებს მკაცრად აკონტროლებდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ აჯანყება. მათ უბრძანეს რეგულარულად ეცხოვრათ ედოში, ხოლო მათი ოჯახები იქ რჩებოდნენ, როგორც ერთგვარი გარანტია მათი ერთგულების დასადასტურებლად. ომების შემცირების გამო განვითარდა სოფლის მეურნეობა, ბიზნესი, ქალაქები და ხელოვნება. ედო გაიზარდა, ოსაკა და კიოტო. გაიზარდა ასევე ვაჭრების, ხელოსნების და სკოლების რაოდენობა. პოპულარული გახდა კაბუკის თეატრი, ჰაიკუს პოეზია და უკიოე ხის გრავიურები. მაგრამ მშვიდობასთან ერთად იყო მკაცრი კონტროლი. ტოკუგავას მთავრობა ფრთხილად იყო კიოტოში, რადგან დაინახა, რომ ევროპულ ძალებსა და მისიონერებს შეეძლოთ რელიგიის გამოყენება იაპონიაზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. შიმაბარას აჯანყების შემდეგ, რომელიც 1637 წელს მოხდა, შიში კიდევ უფრო გაძლიერდა. ბევრი აჯანყებული ღარიბი გლეხი იყო და მათი დიდი ნაწილი ქრისტიანი იყო. როდესაც აჯანყება ჩაახშეს, მით უფრო აკრძალეს ქრისტიანობა. შოგუნატმა ასევე მკაცრად გააკონტროლა ადამიანების გემებისა და პროდუქციის შემოსვლა და გასვლა. ამ სისტემას საკოკუს სისტემა ეწოდება, მაგრამ მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ იაპონია მთლიანად არ დაუხურავს თავი მსოფლიოსთვის. კონტროლირებადი ვაჭრობა კვლავ ნებადართული იყო ჩინეთთან, კორეასთან, რიუკიუს სამეფოსა და ჩრდილოეთის აინუსთან. ხოლო ჰოლანდიელები იყვნენ ერთადერთი ევროპელი ვაჭრები, ვისაც დარჩენის უფლება მისცეს. ისინი განათავსეს პატარა ხელოვნურ კუნძულ დეჯიმაზე, ნაგასაკიში. ამრიგად საკოკუ არ იყო სხვა ქვეყნებთან სრული იზოლაცია. ეს იყო მკაცრი სისტემა, სადაც შოგუნატი ირჩევდა, ვინ შეიძლებოდა ვაჭრობა და სად უნდა განხორციელებულიყო ეს. ჰოლანდიელების მეშვეობით ევროპიდან გარკვეული ცოდნა მაინც აღწევდა იაპონიაში. ამას რანგაკუ, ანუ ჰოლანდიური სწავლება ეწოდებოდა. იაპონელმა მეცნიერებმა თარგმნეს მედიცინის შესახებ წიგნები, ანატომია, ასტრონომია, გეოგრაფია, მათემატიკა და სხვა მეცნიერებები. ამიტომ იაპონია სრულად არ მოწყვეტილა გარე სამყაროდან მომდინარე ახალ იდეებს. ედოს პერიოდის დასაწყისში მოსახლეობა გაიზარდა და ეკონომიკა განვითარდა. აშენდა უფრო მოწესრიგებული გზები, ხიდები, სარწყავი სისტემები და სკოლები. მაგრამ როდესაც დადგა მე-18 საუკუნის ბოლო და მე-19 საუკუნის დასაწყისი, პრობლემები დაიწყო. სამურაებს გაუჭირდათ, რადგან მათი შემოსავალი ფიქსირებული იყო, მაშინ როცა საქონლის ფასები იზრდებოდა. ზოგიერთი ვაჭარი კი გამდიდრდა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ სოციალურ სისტემაში მათ დაბალი სტატუსი ჰქონდათ. იაპონიამ ასევე განიცადა შიმშილობა. ბევრი გლეხი შიმშილით იტანჯებოდა, აჯანყდა ან ქალაქებში გადავიდა. ამის გამო ნელ-ნელა შემცირდა ნდობა ტოკუგავას მთავრობაში.
იმ დროს, როცა იაპონიაში პრობლემები მძაფრდებოდა, ამასობაში აზიის გარშემო დასავლური ქვეყნები ძლიერდებოდნენ 1853 წლის 8 ივლისს. ედოს ყურეში 4 ამერიკული სამხედრო გემი შემოვიდა, კომოდორ მეთიუ პერის მეთაურობით. იაპონელებმა ამ ორთქმავალი გემები შავ გემებად მოიხსენიეს, მათი მუქი ფერისა და მათგან ამოსული კვამლის გამო. მეთიუ პერისთან ჰქონდა წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან. მან ითხოვა, რომ იაპონიას გაეხსნა რამდენიმე პორტი ამერიკული გემებისთვის, განსაკუთრებით მარაგების მისაღებად და იმ მეზღვაურების დასახმარებლად, რომელთაც გემი დაუზიენდათ. ასევე აშკარა იყო, რომ პერის ფლოტს ძლიერი ქვემეხები ჰქონდა. ტოკუგავას მთავრობამ იცოდა, რომ იაპონია ვერ გაუწევდა კონკურენციას ამერიკის შეერთებული შტატების თანამედროვე იარაღს. როდესაც პერი შემდეგ წელს დაბრუნდა, ორივე მხარემ ხელი მოაწერა კანაგავას კონვენციას 31 მარტს 1854 წელს. ამან გახსნა იაპონიის რამდენიმე პორტი ამერიკული გემებისთვის. პერი დაეთანხმა, რომ ჩვენ განსხვავებით, არც ყველა სამხედრო გემი იქნებოდა დაშვებული. ბევრი იაპონელი გაბრაზდა, რადგან შოგუნატი შერცხვენილი აღმოჩნდა, როცა დათანხმდა უცხოელებისთვის ხელსაყრელ შეთანხმებებს. მათ არ სურდათ, რომ ეს იაპონიაში მომხდარიყო. რაც მოხდა აზიის სხვა ნაწილებში, რომლებიც დასავლური ქვეყნების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ორი ყველაზე ძლიერი ტერიტორია, რომელიც გაძლიერდა. შოგუნატის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერები იყვნენ საცუმა და ჩოშუ. ადრე ისინი მეტოქეები იყვნენ, მაგრამ ალიანსი შექმნეს. მათი მიზანი იყო იმპერატორისთვის ნამდვილი ძალაუფლების დაბრუნება და უფრო ძლიერი მთავრობის შექმნა, რომელიც შეძლებდა იაპონიის დაცვას. 1867 წელს. ბოლო შოგუნი ტოკუგავა იოშინობუ გადადგა, მაგრამ ძალაუფლების გადაცემა მაშინვე მშვიდობიანი არ ყოფილა. 1868 წელს ოშინის ომი დაიწყო ტოკუგავას მხარდამჭერებს შორის. და იმ ჯარს შორის, რომელიც იმპერატორ მეიდის აღიარებდა, იმპერატორის მხარემ გაიმარჯვა. აქ დასრულდა ტოკუგავას შოგუნატის 250 წელზე მეტი მმართველობა. იმპერიული მთავრობა კიოტოდან ედოში გადაიტანეს. ედოს სახელი შეუცვალეს და ტოკიო დაარქვეს, რაც ნიშნავს აღმოსავლეთ დედაქალაქს. იმპერატორისთვის ძალაუფლების დაბრუნებას მეიჯის რესტავრაცია ეწოდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმპერატორ მეიძის პირადად მართავდა ქვეყნის ყველა ნაწილს. რეალური ცვლილებები და რეფორმები განხორციელდა ოფიციალური პირებისა და ყოფილი სამურაების ჯგუფის მიერ, რომლებიც მის სახელით მართავდნენ. მათი მიზანი ნათელი იყო. იაპონია უნდა გაეთანამედროვებინათ, სანამ ის დასავლეთის ქვეყნების ძალაუფლებას დაექვემდებარებოდა. ახალმა მთავრობამ რკინიგზები ააშენა. ტელეგრაფის ხაზი, ქარხანა, თანამედროვე სკოლა და ახალი საბანკო სისტემა. მან ასევე მოიწვია უცხოელი მრჩევლები, რათა ასწავლონ ინჟინერია, მედიცინა, სამთო საქმე, სამართალი, სამხედრო და ტრანსპორტირება. იაპონიამ კი სტუდენტები და ოფიციალური პირები გაგზავნა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, რათა შეესწავლათ, როგორ იმართება და ვითარდება ეს ქვეყნები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება იყო თანამედროვე ეროვნული არმიის შექმნა. ადრე მხოლოდ სამურაები იყვნენ მთავარი მებრძოლები, მაგრამ ახალ სისტემაში სამხედროებში შეიძლება აიყვანონ მამაკაცები საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან. მელნელა გაუქმდა სამურაების განსაკუთრებული სტატუსი, შემოსავალი და מחვილის დარების უფლება. მათგან ბევრმა ახალი სამსახური იპოვა სამხედრო ოფიცრად. მასწავლებელი, პოლიციელი ან მთავრობის მოხელე, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ვერ შეეგუა მათი წინა სტატუსის დაკარგვას. 1877 წელს. 1000-ობით ყოფილი სამურაი აჯანყდა საცუმაში საიგო ტაკამორის ხელმძღვანელობით. ამას საცუმას აჯანყება ეწოდება. ისინი დაამარცხა იაპონიის ახალმა ეროვნულმა არმიამ. ამან აჩვენა, რომ დასრულდა ეპოქა, როდესაც სამურაითა კლანები იყო ქვეყნის ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იაპონია გარდაიქმნა ქვეყნიდან, რომელსაც მართავდნენ დაიმიოები და სამურაები. თანამედროვე ეროვნულ სახელმწიფოდ, რომელსაც ცენტრალური მთავრობა ჰყავს, ეროვნული არმია, ქარხანა, რკინიგზა და თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა. მაგრამ იაპონიის ახალი ძალაუფლების მიზანი მხოლოდ თავის დაცვა არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ბაძავდა დასავლური ქვეყნების ტექნოლოგიასა და სამხედრო სისტემას, მან ასევე დაიწყო მათი ტერიტორიული გაფართოების მიბაძვა. ჰოკაიდოზე კონტროლის გამყარებისა და რიუკიუს სამეფოს იაპონიაში შეყვანის შემდეგ, ახალმა მთავრობამ ყურადღება კორეასა და ჩინეთზე გადაიტანა. აქ დაიწყება იაპონიის ისტორიის ახალი ნაწილი. მისი აღზევება აზიაში ძლიერ იმპერიად. მას შემდეგ, რაც სამხედრო ძალა მოდერნიზებული იქნა, იაპონიამ თავისი ახალი ძალა გამოიყენა აზიაში ტერიტორიის გასაფართოებლად. 1894 წელს დაიწყო პირველი ჩინეთ-იაპონიის ომი, ცინის ჩინეთის წინააღმდეგ. ორ ქვეყანას შორის მთავარი დაპირისპირების საგანი კორეაზე კონტროლი იყო. იაპონიის სამხედრო ძალა უფრო თანამედროვე და ორგანიზებული იყო, ამიტომაც დაამარცხა ჩინეთი. ომის შემდეგ
იაპონიამ დაიკავა ტაივანი და კიდევ უფრო გააძლიერა თავისი გავლენა კორეაში. 1902 წელს იაპონიამ ბრიტანეთთან გააფორმა ალიანსი, რათა წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის გაფართოებისთვის აღმოსავლეთ აზიაში. 1904 წელს დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი. სუშიმას ბრძოლაში 1905 წელს იაპონიის საზღვაო ფლოტმა თითქმის გაანადგურა რუსეთის ფლოტი. ეს დიდი გამარჯვება იყო, რადგან იაპონიამ დაამტკიცა, რომ აზიის ქვეყანას შეუძლია დაამარცხოს ძლიერი ევროპული ქვეყანა, მაგრამ მისი აღმავლობის პარალელურად მეზობელი ქვეყნები გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. 1910 წელს იაპონიამ საბოლოოდ დაიპყრო და თავის იმპერიას შეუერთა კორეა. პირველი მსოფლიო ომის დროს იაპონია მოკავშირე ძალებს შეუერთდა და დაიკავა რამდენიმე ტერიტორია, რომლებიც გერმანიას ეკუთვნოდა ჩინეთსა და წყნარ ოკეანეში. ომის შემდეგ იაპონია გახდა ერთა ლიგის წევრი. თუმცა ქვეყნის შიგნით სამხედრო ძალა განაგრძობდა გაძლიერებას. და იზრდებოდა რწმენა, რომ იაპონიას მეტი მიწა და ნედლეული სჭირდებოდა. 1931 წელს იაპონიის სამხედროებმა დაიკავეს მანჯურია, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. 1927 წელს დაიწყო მასშტაბური მეორე ჩინეთ-იაპონიის ომი. იაპონიამ დაიკავა ჩინეთის მრავალი ტერიტორია და მისმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს სასტიკი დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. იაპონიის მუდმივი გაფართოების გამო შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა დააწესეს ეკონომიკური სანქციები. მათ ასევე შეზღუდეს ნავთობის მიწოდება, რომელიც იაპონიის სამხედრო ძალებისთვის მნიშვნელოვანი იყო. 1940 წელს იაპონია გერმანიასა და იტალიასთან ალიანსში შევიდა. მათ ღერძის ძალები ეწოდებოდათ. დეკემბრის 7-ში 1941 წელს იაპონია მოულოდნელად შეუტია ამერიკის საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორში, ჰავაიზე. ამის გამო შეერთებული შტატები ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში. იაპონიამ სწრაფად დაიკავა აზიის მრავალი ტერიტორია, მათ შორის ფილიპინები, მალაია, სინგაპური, ჰონკონგი, ბირმა და ჰოლანდიური აღმოსავლეთ ინდოეთი. მაგრამ მოკავშირე ძალებმა ნელ-ნელა დაიბრუნეს ოკუპირებული ტერიტორიები. 1945 წლისთვის თითქმის განადგურებული იყო იაპონიის საზღვაო ფლოტი და იაპონიის მრავალი ქალაქი დაბომბვის შედეგად დაზიანებული იყო. აგვისტოს 6. შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბი ჩამოაგდო ჰიროსიმაზე. აგვისტოს 9-ს კიდევ ერთი ატომური ბომბი ჩამოაგდეს ნაგასაკიზე. იმავე დღეს საბჭოთა კავშირმა მანჯურიაში იაპონიის ძალებზე შეტევა დაიწყო. ატომური ბომბების საბჭოთა კავშირის ომში ჩართვის, განადგურების და მარაგების ნაკლებობის გამო იაპონიამ გადაწყვიტა დანებება 15 აგვისტოს 1945 წელს. იმპერატორმა ჰიროჰიტომ რადიოთი გამოაცხადა ომის დასრულება. ოფიციალური კაპიტულაციის ხელმოწერა მოხდა 2 სექტემბერს. ომის შემდეგ იაპონია აღმოჩნდა მოკავშირეთა ოკუპაციის ქვეშ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამერიკელი გენერალი დაგლას მაკართური. იმპერიული სამხედრო ძალა დაშალა და მთავრობა უფრო დემოკრატიულად გარდაქმნეს. იმპერატორ ჰიროჰიტოს დარჩენის უფლება მისცეს, მაგრამ ის მხოლოდ ქვეყნის სიმბოლოდ დარჩა და აღარ ჰქონდა პირდაპირი ძალაუფლება მთავრობაზე. ახალ კონსტიტუციაში იაპონიამ ასევე უარი თქვა ომზე, როგორც საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების გზაზე. იმპერიის ხელახლა აშენების ნაცვლად ქვეყანამ თავისი ძალისხმევა ეკონომიკაზე მიმართა, განათლებაზე, ინდუსტრიასა და ტექნოლოგიაზე. პრემიერ-მინისტრ შიგერუ იოშიდას მსგავსი ლიდერების ხელმძღვანელობით იაპონიამ სწრაფად ააშენა ქარხნები და ბიზნესები. ასევე დაეხმარა მისი ალიანსი შეერთებულ შტატებთან და დიდი მოთხოვნა იაპონურ პროდუქტებზე. 1955 წლისთვის იაპონიის ეკონომიკამ უკვე გადააჭარბა ომამდე არსებულ დონეს. 1968 წელს ის გახდა მსოფლიოში მეორე უდიდესი კაპიტალისტური ეკონომიკა. იაპონია ცნობილი გახდა ავტომობილების, კამერების წარმოებით, ტელევიზორების, ელექტრონიკისა და სხვა პროდუქტების წარმოებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა, რომელიც თითქმის განადგურდა მეორე მსოფლიო ომში, გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში. მაგრამ მისი აღმავლობისგან მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღეთ. იაპონია გახდა თანამედროვე და ძლიერი, მაგრამ ამ ძალას მან ასევე იყენებდა იმისთვის, რომ დაეპყრო და დიდი ტანჯვა მიეყენებინა სხვა ქვეყნებისთვის. 1945 წელს დამარცხების შემდეგ მან აირჩია სხვა მიმართულება. აღარ იყო ომის გზით გაფართოება, არამედ განვითარება ინდუსტრიის, ცოდნისა და ტექნოლოგიის საშუალებით. იმპერატორებისა და სამურაების დროიდან იაპონიამ გაიარა სამოქალაქო ომი, იზოლაცია, მოდერნიზაცია, იმპერია და მძიმე განადგურება, მაგრამ მან კვლავ აღადგინა თავი და გახდა თანამედროვე ქვეყანა, რომელსაც დღეს ვიცნობთ.